გეოგრაფიული სივრციდან სახელმწიფო ჩვენ არა ვართ ქვეყანა ტერიტორიული რომელსაც საზოგადოებამ გადაწყვეტა მოდი ჩვენ ამას ავირჩევთ და მე ამან ჩვენ მიხედოს გადაგვარჩინოს და ასე შემდეგ. ანუ იდეა არის საქართველოს არის დაშლადი სისტემა. იდეა არის კონცენტრირებული არ არის საზოგადოება. ეხლა წეგან ლაბორატორია გიორგი ახლა საზოგადოების დამაშავლებაც შეიძლება რა თქმა უნდა ამაში მაგრამ განსაკუთრებული პრეტენზია მე მაქვს ელიტის მიმართ. ვინც თავისთავად ელიტას ეძახით საქართველოში ეს მეცნიერები, ეს რა ქვია, პოლიტოლოგები, ხელოვნების მუშაკები, ლიტერატორები, მწერლები, აი ეს ყველანი, ხო, ვისაც საქართველოში უფრო მეტად მოეკითხება პასუხი, აი მის მიმართ მაქვს ეს პრეტენზია, ესე ვთქვა. სანამ ისევ არ მოგუტეხენ, მანამდე უნდა ელოდო. სანამ ურემი გადაბრუნდება, მანამდე არ უნდა იფიქრო, რა ხდება? დღეს ყველაზე მეტი საფრთხე სხვათა შორის სააკაშვილში უკვე აღარ არის საფრთხე. იმიტომ რომ უკვე მე თვითონ ვიცი ვინც არის და თემა საქართველოს მიცის ვინც არის, ხო? საფრთხე ისიც ვიშია, ვისი მოყვანაც საზოგადოებას უნდა მოდი ამას მოვიყვანთ, იქნება ეს მაინც იყოს ეროვნული და ამან გადაგვარჩინოს. გამიგეთ, აი იმაშია საფრთხე, იმიტომ რომ ჯერ არ მოსულა. მე არ შევეხები ახლა მთლიანად ოპოზიციას, მაგრამ გარკვეული რაოდენობა ოპოზიცია ლაპარაკობს იმას, რომ ესე იგი სააკაშვილი უნდა გადადგეს იმიტომ, რომ მან დაანგრია ქვეყანა. ჯერ რატომ უნდა მოხვიდე? ჯერ ვარ დაანგრევია იმიტომ? ანუ ეს ხო ლოგიკურია. ჩვენ შეგვიძლია ყველა ომის მოგება. ჩვენ მეტიც, ჩვენ შეგვიძლია რუსეთის დაშლას მართლა ვუძგოთ, ომი მოვუგოთ რუსეთს. ახლა რუსეთის დაშლა თვითმიზანი ჩემი ზულად არ არის, ხო? მოსკოვის დაბომბვა როგორც ეგან ახსენე. მე ყოველთვის რო ტროცკიზმი ბატონობს დღეს საქართველოს. ხო, ერთადერთი რაც ჩვენ, ესე იგი, ერთადერთი და ყველაზე მთავარი და 100%-იან გარანტიას მოგცემს იმისათვის, რომ გადავრჩეთ მართლა, ხო? და გავძლიერდეთ და არათუ გადავრჩეთ მხოლოდ და მხოლოდ, არამედ გავიმარჯვოთ. ეს არის სიმართლე, რომელსაც იტყვი. და მე გარანტიას ვიძლევი, რომ ამ სიმართლის შემდგომ ერთ-ერთი პირველი დამხმარე ამ ომში რუსეთის წინააღმდეგ შეიძლება თვითონ რუსეთის საზოგადოება იყოს, რომელსაც სიმართლის დაანახე. გიორგი მახსენებთ ძალიან თავის საუბარში რუსეთს ჭირდება ეს კონფლიქტები და ეს ომები, რომ საკუთარი საზოგადოება დათრგუნოს იმისათვის, რომ უთხრას, რომ აი ხო ხედავ საფრთხე არსებობს. აი ხო ხედავ ჩვენ ომი გვჭირდება. შემდგომ გამოკითხვაში რუსეთის მოსახლეობის 60%-ს გონია, რომ საქართველოს არის 40 მილიონიანი, რომ მისი არმია არ ჩამორჩება რაოდენობით რუსეთის არმიას და რომ ეს არის არა მარტო ეს რუსეთისათვის. და ვართ მუსულმანური ქვეყანა. სახელმწიფო უსაფრთხოების კონცეფციაში რუსეთს უწევია საქართველოს როგორც მტერი, მოწინააღმდეგე, ერთ-ერთი მოწინააღმდეგე, საქართველოს უწევია როგორც პარტნიორი. აღარ არის კონცეფცია. საქართველოს უწევია როგორც პარტნიორი. როცა შენ რუსს დაანახებ, რომ მე კი არ გებძვი ეს ხელისუფლება დაწყებული იქიდან, ხო? სპეციალურად ქმნის თქვენი სპეცსამსახურებისას თქვენს გატყუებს და ჩვენს გვატყუებს და სინამდვილეში ჩვენ გვანადგურებს, იმიტომ რომ თქვენ დიდი სისტემა ხართ, ხო? უფრო მეტი. და ამიტომაც თქვენ ჩვენი სახით კარგავთ პარტნიორს, მართლაც კარგავთ პარტნიორს. დღეს რა პარტნიორობა შეიძლება რუსეთთან ლაპარაკი? ანუ რაშია საქმე, ესე გამოდიან ესე იგი დიდი გვამები ნაციონალური მოძრაობიდან და ეგეთ რაღაცას ლაპარაკობენ. საომარ მდგომარეობაში იმყოფებით რუსეთთან. მიიღეთ პარლამენტად დადგენილება, რომ საომარ მდგომარეობაში იმყოფებით. გამოაცხადე მორატორიუმი, არ უნდა ბრძოლები დაიწყე. გამოაცხადე მორატორიუმი ცეცხლზე და მითხარი საქართველოს, რომ ჩვენ საომარ მდგომარეობაში ოსურ სეპარატისტთან და აფხაზურ სეპარატისტთან კი არ ვიმყოფებით, რომელიც არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში იმ მასშტაბებით არ არსებობს, რომ ეს მდგომარეობა მიიღო. არამედ საომარ მდგომარეობაში იმყოფები რუსეთთან და მითხარი ეს სიმართლე და ამ სიმართლიდან მე დავიძრები 10 წლის წერტილი მექნება. სწორედ ეს არის ყველაზე ძირითადი, რასაც სააკაშვილი და მისი ხელისუფლება აკეთებს, რომ ირეალურ სივრცეში გამყოფებს და გაშინებს იმით, რომ 6 ივლისს თუ როდის აპირებენ ომის დაწყებას რუსებიო? 6 ივლისს აპირებენ. არ იქნება ომი 6 ივლისს ქართულო ხალხო, არც 6 სექტემბერს იქნება ომი. ეს მშვიდობა, რომელიც დღეს გვაქვს, უფრო მეტად საშიშია, ვიდრე ის ომი, რომელიც და გამოგვიცხადოს რუსეთმა ომი და შემოვიდეს. ომი დამთავრდა მშვიდობისა გეშინოდეთ ხალხო. ანუ სიტუაცია როგორ არის, იცით? თუ დამიცნობთ ახლა ცოტა ოდენ დროს რა. აი ამ დროში ჩავეტევი. 30 წუთი მიჩუქნია. ხო, მადლობა. პირველი მომენტი, პირველი ეტაპი საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა ზვიად გამსახურდია და ეროვნული ძალები. ეს ამას ხელი შეუწყო რუსეთმა ორი აზრი არ არის, ხო? ამაზე შეუწყო თუნდაც იმ გაგებით, რომ აქ ხელისუფლება ჩააბარეს ფაქტიურად, დაუშვეს ფაქტიურად ეს ფაქტი. მერე დაუპირისპირეს პირველი ეტაპი. პირველი ეტაპის შემდგომ დაუპირისპირდნენ და გადავიდა მეორე ეტაპზე. შევარდნაძე შემოვიდა და შემოიყვანა რუსეთის საოკუპაციო ჯარების სამშვიდობო ჯარების სტატუსით დასვა. წავიდა მესამე ეტაპის შევარდნაძე უკვე ამ ფუნქციას ვეღარ ასრულებდა, დაუძახეს სააკაშვილს, დაგვიჯინეს აქ მთელი ურაურათი ჩვენი ტაშისკვრით და მთელი აი ამაზე ეროვნული ვის შეიძლება საქართველოში იყოს და მოდი ამას ჩავაბაროთ ყველაფერი.
გადავიდა ამას 2006 წელს კიდევ წერდი. რომ აი იმ მდგომარეობიდან რუსეთის სამშვიდობო ჯარებიდან და ვითომ სამშვიდობო სტატუსი და რაღაცა ეგეთი საქართველოს ტერიტორიული მფლიანობა როგორ არ ავწმავთ და როგორ ესეთი რაღაცები ხო ვერაგობა ქვია ამას ხო გიორგი პოლიტიკაში. აი ამ სტატუსიდან გადავიდა უკვე ახალ მდგომარეობაში, ანუ იურიდიულად ცნო რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და ეხლა მზადდება მეოთხე ეტაპი. ქართული ხალხის დაშინება რომ ომი იქნება. ეს უბედური ხალხი ამბობს, ოღონდ ომი ნუ იქნება და ჯანდაბას რაც არის ამაზე შევთანხმდეთ, მოვა ახალი ხელისუფლება და იტყვის, ამ სულელმა სააკაშვილმა ხო დაგვანგრია და გვაქცია და რუსეთთან ურთიერთობები გაგვიწყდა და გაგვიუბედურა. Rodemde შეიძლება ეხლა რუსეთთან ასეთი ურთიერთობა ხედავთ ჭამს და გვერევა. მოდით წავიდეთ მასთან დაცმულვაზე და რუსეთს გაცხადებული აქვს სააკაშვილის გარდა ყველას დაველაპარაკების სინამდვილეში სააკაშვილის ყველაზე მეტი ლაპარაკება, ხო? არ ვიცი ხო როგორ ლაპარაკება მესიჯებით როგორ სააკაშვილს უყურს თუ ის, მაგრამ ყველა შემთხვევაში ასეა და მეოთხე ეტაპზე მოდის კაცი რომელიც ამბობს რომ აი რუსეთი მოგცემს კონფედერაციულ სახელმწიფოს ჩამოყალიბების საშუალებას. აფხაზეთსა და სამაჩაბლოს შემოიყვანს ჩვენთან კონფედერაციაში და ამაზე მეტი უკეთესი რა შეიძლება იყოს. ტერიტორიული მფლიანობა აღდგება, გადაგავა 1 წელიწადი, 2 წელიწადი, კონფედერაცია უკვე ესეთ სუბიექტებისგან შემდგარი, ერთ-ერთი მათგანი იტყვის რომ აღარ მინდა შენთან, მეორეც იტყვის აღარ მინდა შენთან, დამთავრებული იურიდიულად დამთავრებულია ყველაფერი. გამიგეთ? აი ამას ვერ დავებით დღეს სააკაშვილს. სააკაშვილი სანამ გადამდგარ ხარ, მანამდე მიიღე საომარი მდგომარეობა მთელ საქართველოს. წარმოგიდგენი ეს საომარი მდგომარეობაზე აცხადებს იქ სადაც კონტროლი არ შეუძლია. ეს ხო ნონსენსია. მიიღე რომ იმყოფების საომარ მდგომარეობაში რუსეთთან გამოაცხადე მორატორიუმი ბრძოლებზე და ეგება ჩვენი შთამომავლობა მაინც იყოს, არა ჩვენ სავით წვედანი როგორც ჩვენ დღეს ვართ. და ეს პრობლემა მოაგვაროს, თორე დაგვრჩება სიტუაცია ისე როგორც ტაო და როგორც საქართველოს ოლქი რატო ლორე და კიდევ მრავალი ხო? აი ასეთი ვითარება, აი ამ მოდელში, ამ სცენარით მიმდინარეობს ყველაფერი. და მე, მაგრამ სააკაშვილი ამის გამკეთებელი არა. რა სამუშაო ადგილების შექმნაზე ლაპარაკი, ისი შექმნილია სააკაშვილი ასეთები, სამუშაო ადგილების მეტი საქართველოში რა არის. არაფერს აბსოლუტურად ჩვენ არ ვაკეთებთ. მაპატიეთ რა, მაინც და მაინც უნდა ვთქვა. არც ჩვენი დედებისათვის, არც ჩვენთვის პირადად, არც ჩვენი ცოლებისათვის, არც ჩვენი შვილებისათვის. პამპერსებს კი არ უშვებთ, დროსიკებს კი არ გერავთ. არაფერს არ ვაკეთებთ. ხო? არაფერს არ ვაწარმოებთ, წარმოება არ არსებობს. და ვიღაცა რომ ჩამოვა ინვესტიციას რომ ჩამოიტანს გაქრა სახლებს რომ ამიშენებს და წავა ეს არის ჩემი სამუშაო ადგილები. გამიგეთ? საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით რუსეთთან. ეს ხელისუფლება შეგნებულად ანგრევს საქართველოს. დღეს გადაყავთ ყურადღება მთელ პირდაპირ აგრესიისათვის არ იქნება. აღარ არსებობს პირდაპირ. ირიბი აგრესია კი ბატონო. სად შეიძლება ეს მოხდეს იცით? დააგვირდით რა ხდება. მესხეთ ჯავახეთში და კიდევ სხვა ადგილებში უკვე მუსირებს აზრი რომ ჩვენ სომხებს ჩაგრავთ, იქ კონფლიქტს გარდაუვალია მოაწყობენ. რატომ? ელემენტარულად შეადარეთ რა ადამიანის ორგანიზმს რა სახელმწიფო ხო? თუ სისხლის მიმოქცევის სისტემა მუშაობს ვიწრო წრეზე, ყველაფერი დანარჩენი იწყებს ატროფირებას. საქართველოს არ არის თბილისი და არ არის რუსთაველი. ინტეგრირება ამ ხალხისა საქართველოს ხალხად ჩამოყალიბების მიზნით არ მიმდინარეობს. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ვერსად ვერაფერს. ანუ ვიცარებ, შექმნილია დეგრადირებადი სისტემა, რომელიც გახლეჩვადია. გამიგეთ? ამას აუცილებლად გამოიყენებს რუსეთი და მე შემოვა სამშვიდობო ჯარების სტატუსით. მაგალითად, სომხურ-რუსული სამშვიდობო ბატალიონები და აზერბაიჯანულ-თურქული ბატალიონები. ჩვენ დავდებენ პატივს და გვეთქვენ რომ სამშვიდობო ბატალიონი თქვენს გააკეთეთ და იყოს აქ. მე რა ხოლმე დაგება იგივე სიტუაცია, იგივე სცენარით რა დღეს არსებობს. ზუსტად მივადგეთ იმ პრობლემას, რომ ქართველმა ის კი უნდა იძახოს, რომ ყველამ თავი დაგვანებე და მე თვითონ გავაკეთებ. არამედ რეალურად უნდა დაიწყოს თვითონ საქმის კეთება და მოთამაშედ ჩამოყალიბება. და ამიტომ რეალურად თვითონ